კონტაქტი სულ გვაქვს ვენოწმინდესობა და აი ესე ვართ შეგრებილი, აი ნამდვილად თქვენ რო გაგეხარდებათ ვენოწმინდესობა. ჩვენ შორის ძალიან ძნელი სიყვარული არის, რამაინი კი უნდა წარმოაჩინოთ, რომ რაღაცა ვითომ, მაგრამ რა სულ ნებისმიერია, იცით რომ როგორი მჭიდროდ და როგორი დავარცხო. საქმეზე ტრაპეზი არის და მოესწრებით ტრაპეზს. მთელი ტაძარი სავსე იყო, საკვირაო სკოლებიდან იყვნენ 130 საკვირაო სკოლის ბავშვები, მშობლები, სამდელოება, მასწავლებლები და შესანიშნავი მსახურება ჩატარდა. გვინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენ უწმინდესობაო. ჩვენი გულები სიხარულით არის სავსე, აი მე ყოველთვის არის განსაკუთრებულად ჩანს თქვენი ღვაწლი, თქვენი სიყვარული. როგორ გადაარჩინეთ თქვენ ფაქტიურად ეკლესია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თქვენი მოწამებრივი ღვაწლით აღორძინდა და გაძლიერდა. და ჩვენ ვამაყობთ თქვენ უწმინდესობა, ჩვენ ვყევხართ ასეთი ძვირფასი და საოცარი, ძენი, სულიერი, მოსიყვარულე, მომთმენი, შორს მჭრეტელი და ყოველმხრივი ღვაწლი გქონდათ და გაქვთ. აი დღეს აღნიშნეთ, რომ თქვენი მარტო ყოფნა, თქვენი ლოცვა, როგორც გზანდებით, თქვენი ფიქრი ეს წარმართავს დღეს საქართველოს ცხოვრებას და საქართველოს სულიერ ცხოვრებას. ეს ვიხდით და მადლობას გითხრით ყველაფერს. ძალიან გვიყვარხართ და ძალიან მადლობა. მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენი უწმინდესობა იმ ადამიანების საგრძელო, ვინც 1977 წლის 23 დეკემბერს თქვენ გამოგირჩიათ და მიიღო მონაწილეობა თქვენს კურთხევაში. მერტო ყველანი დაალოცოს პირველ რიგში მღვდელმთავრები, სამღვდელოება და ერი. ეს იყო საოცარი დღე, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა, ნებში არ ჩავარდებოდა, იქ იყო ჩვენ ვიცით, რომ იყო ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, შეზღუდვა, ვინ უნდა შესულიყო, მაგრამ ვეღარ გააჩერეს მთელი ჩვენთან გაივსო მოსახლეობით. ეს იყო განცდა იმისა, რომ იწყება ახალი ერა. ეს იყო რაღაც ეროვნული ინტუიცია. ერმა იგრძნო რაღაცა დიდი ხდება და დიდი მოლოდინი ჰქონდა. ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა. მე ასდა იყო, რომ საქართველოს უკვე თავისუფალია. საქართველოს თავისუფლება ახლოს არის. და იმასაც ვიტყვით თქვენ უწმინდესობა, რომ როდესაც ესე იგი თქვენ მომძახდით, აი მაშინ გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა და მთელი ეროვნული მოძრაობა დაეფუძნა თქვენს ლოცვას და თქვენი იყავით მისი თავშესაფარი. უწმინდესობა, მეც ისარგებლობ შემთხვევით და გილოცავ თქვენი ესეთი ლოცვითა და შრომით იმ მნიშვნელოვან სამგალობო ტრადიციის აღდგენას ქართულ ეკლესიაში, რომელიც არის სახე ჩვენი წინაპრებისა და მიზანი ჩვენი მომავალი თაობის სულიერი აზრდისა. რო არა თქვენი, აი მე მახსოვს დავერგარეჩი, როცა რომ სტუმრად ჩამოვდიოდით და ალბათ ყველგან სადაც კი მიდიოდით, მრევლით დაყვებოდათ, იშლებოდა ტრაპეზი და აუცილებლად გუნდი მღეროდა და გაუდა ქართულ სიმღერას და ქართულ საგალობლს. და აი მე პირადად ესე ვარ, რომ სუფრასთან ტრაპეზის დროს სიმღერა და გალობა ეს გახდა სისხლოწეული თქვენი ესეთი მაგალითის მიბაძვის შემდეგ. და ის სამგალობლო უმაღლესი სასწავლებლები, მგალობელთა გუნდები, სემინარიის გუნდი, რომელიც გალობს თქვენთან, არის თქვენი ლოცვით გამოთხოვილი ღვთისაგან და ამ ეკლესიას, ამ სახელმსახურებისა
თქვენი მოსაკუთრებით თუ ღერძობა უწევია. გილოცავთ და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. მინდა მოგილოცოთ 35 წელი ჯავახეთში ღვთისმსახურების აღდგენის, რომელიც თქვენ სახელთან არის დაკავშირებული. ეს არის საოცარი ზეიმი, საოცარი დღესასწაული. თქვენ იცით ისედაც, მაგრამ აი თვალით რომ გადახედოთ დღეს რა ხდება ჯავახეთში, როგორი სიმრავლე არის ქართველების, როგორი იხსნება სულ ახალი და ახალი სამუშაო ადგილები, სასწავლებლები, როგორ ქართულად იწყებს ლაპარაკს სომეხი მოსახლეობას, ქართულ სკოლაში ძალიან ბევრი სომეხი ბავშვი მოიყვანეს, რომ ქართული ისწავლონ და საერთოდ ეს ყველა სოფელში ღვთისმსახურება აღასრულება. ეს არის დიდი ზეიმი და ეს არის თქვენ სახელთან დაკავშირებული თქვენი პირველი მოგზაურობა 1988 წელს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა ინტერნეტში გადაღებული ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე ჩვენი ეპარქიის თანხმობით გაძლიერება, ჩამოყალიბება და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის თქვენ უწმიდესობო, როდესაც ჯერ კიდე კომუნისტების დროს, რაც ეხლა შეიძლება თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს კარგად ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ბოგაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. და აქედან დაიწყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას ქართული სიტყვის ქადაგება, მაშინ როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ყარა იყო თითქმის დაკარგული ქართველებისათვის. ძალიან დიდი მადლობა, ღმერთმა ძალა მოგცეთ და გაგაძლიეროთ თქვენ უწმიდესობ.
გახვეწებიან იქნებ საფრთხე. ეხლა გვახვეწებია საფრთხე. ჩავწერე. მისარგებლო შემთხვევები და მოგილოცავთ დღევანდელ თარიღს თქვენი ეპარქიის ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ბევრი სახელით ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან და გვეუბნებოდა გადაეცით პატრიარქს ჩვენი სიყვარული და მოგითხოვ. აი ასე გვაბარებდნენ, აი ცალკე ადამიანები მოდიოდნენ და გვაბარებდნენ, რომ თქვენთვის გადმოგვეცა მათი დიდი სიყვარული და მოგითხვა. და აი მათი ლოცვა თქვენთან უნდესობა უცხოეთში აღევლინება თქვენთვის და თქვენი ლოცვა კიდევ იქ მათი ფარავს და ამით ჯერათ და წამს და იმედით არიან. გილოცავ თქვენ უმჯობესობა. ჩვენ კიდე თქვენთან ვართ. თქვენთან ვართ, თქვენთან და ყოველსა დღესა ვიდრე ამის მოგადმესობთ. ამია. გენოუწმინდესობა დავლოცეთ. წმინდა გავგაგნიერდეთ თქვენს წინაშე და ჩვენი სამგელოების სახელით, ჩვენი მოწმრების, დედების, მამების, ბერმონაზრების, მორჩილების და საპატრიარქოს თანამშრომლების თქვენი ადმინისტრაციის სახელით ვინდა მოგილოცოთ აღსაყრების 47 წლისთავი. ჩვენ ძალიან გვიამაყება ის მრავალწლიანი ურთიერთობა თქვენთან, რომელიც თქვენს
ღვთაებქვეშ გავატარეთ და ფიქრობთ და მოხარული ვიქნებით თუ ეს სიხარული კიდევ უფრო გახამძლივდება და ამისი წყარო არის თქვენი ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, რომ მრავალი წელი ვისმენდეთ თქვენს სიტყვას, თქვენს ერთ რჩევას, ერთ გარიგებასაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდი ქრისტეს მიერი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და მადლობას გეუბნებით იმისათვის, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთებთ და კიდევ მრავალი წელი ველოდებით ჩვენ თქვენგან ამას. დაგლოცეთ თქვენო უწმინდესობო, ღმერთმა მრავალი წელი, მრავალჟამიერი მოგცეთ. გვაგურთით. Ah